ოქროს თმიანი ქალვაჟი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი დასაქორწინებელი მეფე. მის სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოდან მომავალი საშიშროების გამო ღამე სინათლის ანთება აკრძალული იყო. ერთ ღამით მეფის დანიშნულმა გუშაგებმა შეამჩნიეს, რომ ერთი სახლიდან სინათლე გამოდიოდა. ახლოს მივიდნენ და ყური დაუგდეს. გაიგონეს სამი ქალის ხმა. ეს ქალები დები იყვნენ. უფროსმა დამს თქვა: მე ერთ ღამეში ისეთი ხალიჩის მოქსოვა შემიძლია, რომ ჩვენი მეფის ჯარები იმის ნახევარზე დაეტევიან. საშუალომ თქვა: მე ისეთი გემრიელი საჭმელების გაკეთება შემიძლია, რომ ჩვენი მეფე იმის მეც აღარაფერ სჭამდეს. უმცროსმა დამ თქვა: მე შემიძლია ოქროს თმიანი ბავშვი ვშობო. მეფის კაცებმა ყველაფერი წვრილად მოახსენეს მეფეს. მან ქალები თავის სასახლეში მოაყვანინა, უმცროსი ქალი ცოლად შეირთო, უფროსსა და საშუალოს კი პირობის შესრულების სანაცვლოდ დიდძალ ქონებას დაჰპირდა. მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეასრულა დანაპირები. შეებრალა მეფეს დარცხვენილი ცოლისდები, დატოვა სასახლეში და სამადლოდ ინახავდა. გავიდა ხანი. უმცროსი ქალი დაორსულდა. ფეხმძიმობის დროს მეფეს სხვა სახელმწიფოში საომრად წასვლა მოუხდა. მეფის ცოლმა დაბადა ოქროს თმიანი გოგონა. უფროს დებს გულში შური ჩაუვარდათ. ჩვენ თავი შევირცხვინეთ, ვერ შევასრულეთ პირობა და ამან როგორ შეძლო და შეასრულა. ამიტომ მელოგინედას ბავშვი მოპარეს და მის ბადლად აკვანში კატის კნუტი ჩაუსვეს. ბავშვი ჩვრებში გაახვიეს და ერთი მოხუცი მეწისქვილის წისქვილის ღარში ჩააგდეს. შემთხვევით ბავშვი წისქვილის ღარში გაიჭედა და წისქვილი გააჩერა. მეწისქვილე გამოვიდა, რა ხდებაო, ჩახედა ღარს და რა დაინახა ოქროს თმიანი ბავშვი, ძალიან გაუხარდა, რადგან შვილი არ ჰყავდა. ამოიყვანა და თხის რძით დაუწყო გაზრდა. ამასობაში ცოლისდებმა მეფეს წერილი მისწერეს: თქვენმა ცოლმა კატის კნუტი შობა და რა ვუყოთო. მეფემ მოსწერა: რა ვუყოთ, ეგა ყოფილა ჩემი ბედი და გაზარდეთო. დაბრუნდა მეფე ომიდან გამარჯვებული. მოიკითხა შვილი, მაგრამ უთხრეს, კატა იყო და არ გაჩერდა სასახლეშიო. გავიდა დრო და მისი ცოლი მეორედ დაორსულდა. ამ ფეხმძიმობის დროსაც ხელმწიფეს ისევ მეზობელ სახელმწიფოში მოუხდა ბრძოლა. მისმა ცოლმა ახლა ოქროს თმიანი ვაჟი შობა. შურიანმა დებმა ესეც მოჰპარეს და მის ბადლად ფილთაქვა ჩაუგდეს აკვანში. ეს ბავშვიც წაიყვანეს და ისევ იმ წისქვილის ღარში ჩააგდეს. ეს ჩვილიც მოხუცმა მეწისქვილემ იპოვა და ისიც სიხარულით გაზარდა. ცოლისდებმა წერილი მისწერეს მეფეს: თქვენმა ცოლმა კვლავ შეგარცხვინეთ და ამჯერად უსულო ფილთაქვა შობაო. ეს კი ვეღარ აიტანა მეფემ. გამოემართა სახლისკენ გაჯავრებული, როცა ჩამოვიდა გზის პირას კამეჩის ტყავი გააკვრევინა. ზედ მისი ცოლი მიაკრეს და მაღლა დააწერეს: გამლელმა და გამომვლელმა ყველა მზედ მაფურთხეთ, როგორც ცრუსა და მატყუარასო. ცოლისდები კი მაინც სასახლეში დატოვა შინა მოსამსახურეებად. მეწისქვილემ დაზარდა ოქროს თმიანი ქალვაჟი. ეს ბალღები ისეთები დაიზარდნენ, რომ მათ მნახველებს თვალი ზედ არ რჩებოდათ. ერთ მეზობელ ბებერ დედაკაცს შეშურდა მოხუცისთვის ასეთი თვალტანადი შვილები და მოიწადინა მათი დახოცვა. ერთ დღეს მივიდა ეს ბებერი ოქროს თმიან ქალთან იმ დროს, როცა ძმა შორს იყო წასული სანადიროდ. დედაკაცი მოუყვა ქალს. შვილო, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. მნახველს თვალი ზედ არ რჩება თქვენზე და მენანებით, რომ დარია ჩანგის ბაღი არა გაქვთ. გაგზავნე შენი ძმა და მოიტანოს. მაშინ ვერავინ შეედრება თქვენს დიდებულებას. უთხრა ეს, ჩაუგდო ფიქრი გულში და წავიდა. მობრუნდა ძმა ნადირობიდან და ძლიერ დაღონებული დახვდა და ძმამ ჰკითხა: დაო, რამ დაგაღონა? მოუყვა გოგო დაღონების მიზეზს. ძმამ უთხრა: ძმა მოგიკვდეს, თუ ის ბაღი არ ვიპოვო და აქ არ მოგიტანო. მეორე დღესვე გაემართა ბაღი საძებრად. იარა და მივიდა ერთ სახლთან. ეზოში დევის დედას მოჰკრა თვალი. მივიდა და უთხრა: დედი, დედაშვილობას დარია ჩანგის ბაღს ვერ მიმასწავლი? დევის დედამ უთხრა: აჰ, თუ დედაშვილობა არ გიხსენებინა, კარგი ლუკმა იყავი. მე ვერ მიგასწავლი. აი ამ გზას დაადექი, შეხვდები ერთ სახლს. სახლი ჩემი დის არის, ის მიგასწავლის. მხოლოდ იმასაც დედაშვილობა უხსენე, თორემ შეგჭამს. ბიჭი ასეც მოიქცა. იმ ქალმაც ახლა მესამე დასთან მიასწავლა.
როცა მივიდა მესამე დევქალთან უთხრა: დედი, დედაშვილობას დარია ჩანგის გზა მასწავლე. ჰაი, თუ დედაშვილობა არ გეთქვა, კარგი ლუკმა იყავი. უთხრა ქალმა მერმე დაამატა. შვილო, მშვენიერი ვაჟკაცი ხარ და თავი რაზე უნდა მოიკლა? აქეთ 1000 კაცს გაუვლია დარია ჩანგის ბაღისთვის. უკან კი არც ერთი არ დაბრუნებულა. ის ბაღი ზამთარ-ზაფხულს სულ მწიფს და ულევადასხია მშვენიერი ხილი. მისი ბაღის ერთი პატარა ტოტი რომ მოტეხოდა შენს ეზოში დარგო, მთელი დარია ჩანგის ბაღი იქ გაჩნდება. მაგრამ იქ რომ მიხვალ და ბაღის ტოტს მოსტეხავ და გამობრუნდები, ირგვლივ ყველაფერი სულიერი თუ უსულო ყვირილს დაიწყებს. წაიღო! ამას დარია ჩანგი გაიგებს და მაშინვე გაგაქվავებს. კარგ ბედზე კი გივლია, ახლას ძინავს დაღლილს. მიწას გაერთხე და საჩქაროდ გამოაპარე ბაღიდან ტოტი. გახსოვდეს, დიდი სისწრაფე გმართებს, თორემ დარია ჩანგი სამუდამოდ ქვად გაქცევს. ბიჭი წავიდა და როგორც ქალმა დაარიგა, მიწაზე ხოხვით მოასწრო ტოტის გარეთ გამოტანა. როცა უკანა გზაზე ამოიარა, დევის ქალმა ქება დიდებაში ასხა: შენს მეტი უკან არავინ დაბრუნებულაო. ეს ტოტი მოიტანა და თავიანთ ეზოში ულამაზესი ბაღი გაუშენა დას. რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცი დედაკაცი ისევ მივიდა ამ ბიჭის დასთან და ისევ დაუწყო იმ ბოროტი ენით ლაპარაკი. ახლა სულ ყველას შობი ხარ. მხოლოდ თვითონ დარია ჩანგი რომ შენმა ძმამ ცოლად მოიყვანოს, მაშინ ხელმწიფეც ვეღარ შეგედრებათ. გოგომ თავისი ძმა ისევ გაგზავნა ახლად დარია ჩანგის ცოლად მოსაყვანად. ეს ბიჭი მივიდა უკანასკნელ დევქალთან და შეეკითხა: დედი, ამჯერად როგორ ბედზე ვარ წამოსული, ან როგორ წამოვიყვანო? დევის დედამ უთხრა: იმაში გაგიმართლა რომ ახლაც ისევ სწინავს. მხოლოდ წამოყვანის არა მოგახსენო, ამჯერად უეჭველად ქვად გაქცევს. წავიდა ბიჭი, მივიდა პირდაპირ დარია ჩანგის სახლში და დააკაკუნა კარებზე. დარია ჩანგმა გამოიღვიძა და დაიძახა: ვინა ხარ? ჩემი შეწუხება რომ გაგიბედავს. სულიერი ხარ და ქვადიქეც. მერე გამოვიდა გარეთ და ნახა რომ ოქროსთმიანი ვაჟი გაუქვავებია. მოეწონა, შეებრალა და თქვა: რა გინდოდა? მშვენიერი ვაჟკაცი ყოფილხარ და რაზე გამაქვავებინე თავი? აიღო ეს ქვა და განცალკევებულ ადგილას დასდო კუთხეში. ძალიან რომ დაიგვიანა დაბრუნება ბიჭმა და მიფიქრა, უთუოდ გააქვავებდა დარია ჩანგი ჩემს ძმასო. დაიწყო ტირილი, მაგრამ ტირილით რას უშველიდა. ადგა, ჩაიცვა რკინის ქალამნები. რკინის ქუდი დაიხურა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და წავიდა დარია ჩანგის სახლისაკენ. გზად მივიდა უკანასკნელ დევის ქალთან და დაუძახა: დედი, დედაშვილობას დარია ჩანგის გზას ვერ მიმასწავლი? ჰეი, თუ დედაშვილობა არ გეთქვა, შენს კარგი ლუკმა იქნებოდი. ჩაილაპარაკა დევის ქალმა, შემდეგ უთხრა: შვილო, იქ რა გინდა? მშვენიერი ქალი ხარ და თავს ნუ გააქვავებინებ. ერთმა შენსავით მშვენიერმა ბიჭმა ჩაიარა. პირველად დაბრუნდა, მაგრამ მეორედ ვეღარ. ქალმა უთხრა დარდით: დედი, ის ბიჭი ჩემი ძმა იყო. მე სწორედ მის საძებნელად მივდივარ და თუ გამაქვავებს, სადაც ჩემი ძმა, მეც იქ ვიყო. კარგი მაშ, რა კი აღარ იშლი, ერთ რამეს გასწავლი. კარგ ბედზე კი გივლია, ახლა სძინავს. მხოლოდ შენს ხმას რომ გაიგებს, დაგიძახებს. ვინა ხარ, ჩემი შეწუხება რომ გაგიბედავს, სულიერი ხარ და ქვადიქეციო. სანამ ამის თქმას დაასრულებს, შენ დაასწარ, ქვადაც იქეცი და ხედაც იქეცი თქო. ოღონდ ამ სიტყვების თქმა სამჯერ უნდა მოასწრო. წავიდა გოგო დარია ჩანგის სახლში. მართლაც, როგორც დევქალმა დაარიგა, ისე მოიქცა. მოასწრო სამჯერ თქმა და დაიმონავა დარია ჩანგი. მერე დაუძახა: დარია ჩანგო, ჩქარა გამოდი. ჩემი ძმა როგორიც იყო, ისეთი გახადე. თორე შემოვალ და ამ რკინის ჯოხით თავპირს ჩამოგამტვრევ. დარია ჩანგმა შიგნიდან გამოსძახა: გარეთ ფანჯრის რაფაზე ცხვირს ახოცია. აიღე, ქვას მიუსმოვსვი და გაცოცხლდება. ქალმა აიღო ცხვირსახოცი. ჩამოჰყვა და თითქმის 200-მდე კაცი გააცოცხლა, მაგრამ მისი ძმა არც ერთი არ გამოდგა.
დაუძახა ისევ დარიაჩანგს. გამოდი, რომელია ჩემი ძმის ქვა მაჩვენე, თორემ შემოვალ და თავპირს დაგამტვრევ. დარიაჩანგმა მოიფიქრა და უთხრა. ბოლოს რომ გავაქვავე, ზემოთ კუთხეში დავდე და ის იქნება შენი ძმა. მართლაც მივიდა ქალი, იპოვა თავისი ძმის ქვა, მიუსმოუსვა ჯადოსნური ცხვირსახოცი და გააცოცხლა. გაცოცხლდა თუ არა, ბიჭი მოიფშვნიტა თვალები და თქვა: რამდენ ხანს მძინებიაო და გადაეხვია დას. ქალმა ახლა დარიაჩანგს დაუძახა. წამოდი, ძლად უნდა გამომყვე. რადგანაც დარიაჩანგი მისი დამონავებული იყო და ვერაფერს გახდებოდა, რაღაც იზამდა, გაჰყვართ ძლად. მოვიდნენ სახლში, გადაიხადეს კარგი ქორწილი და ცხოვრობდნენ ტკბილად. მაგრამ მოხუცმა დედაკაცმა არც ახლა მოუსვენა ოქროსთმიან და-ძმას. მოიფიქრა, რომ მეფე შეაგულიანოს და დარიაჩანგი ცოლად შეართვევინოს. იმისი ოქროსთმიანი ქმარი და ქმრის და კი მოაკვლევინოს. წავიდა მეფესთან და უთხრა: დიდო მეფეო, ყველაფრით კარგი ხარ, მაგრამ აქ ერთი ბიჭი არის. მან დარიაჩანგის ბაღი მოიტანა, თვითონ დარიაჩანგი კი ცოლად შეირთო. დარიაჩანგი ისეთი ლამაზი, რომ მასზე ლამაზი არავინ იქნება ამ ქვეყანაზე. შენ მეფე ხარ და ის შენ შეგფერის ცოლად. შენ რომ ის შეირთო, დედამიწის ზურგზე მეფე აღარ შეგედრება. მე როგორ შევირთო? შეეკითხა მოხუც მეფე. მე მოვახერხებ. უთხრა მოხუცმა მეფეს. შენ წვეულება გადაიხადე, ისინიც დავპატიჟოთ, ქმარსა და მულს საჭმელი მოვუწამლოთ და დაიხოცებიან. დარიაჩანგი კი შენ დაგრჩება. ასეც მოიქცნენ. დაჰპატიჟეს სამივე. დარიაჩანგი გულთმისანი იყო. ქმარს და მულს თავის ბაღში მოაკრეფინა საუკეთესო ყვავილები, ხილი და წავიდნენ მეფესთან. როცა მიუახლოვდნენ მეფის სახლს, დაინახეს, რომ კამეჩის ტყავზე ქალი იყო გაკრული. მაღლა ეწერა: გამვლელმა და გამომვლელმა ყველა მზედმა ფურთხეთ, როგორც ცრუსად და მატყუარასო. დარიაჩანგმა უთხრა ქმარს და მულს: ამ დედაკაც ჩემი ბაღის ყვავილები შეაყარეთ, იარებს და უამებს. მართლაც შეაყარეს ქალვაჟმა ქალს სამკურნალო ყვავილები და მოუშოშდა იარები. მეფემ სარკმლიდან დაინახა ეს და ძალიან გაბრაზდა, როგორ გაბედეს ჩემი ურჩობაო, მაგრამ ბოროტმა დედაბერმა დააჩუმა. ეგ და-ძმა ხომ უნდა დავხოცოთ და დარიაჩანგი კი შენი ცოლი გახდეს. ეს არაფერია, ცოტაც მოითმინე. მოვიდნენ დაპატიჟებულნი, მიესალმნენ მეფეს, შემდეგ ხალხს და შემოუსხდნენ სუფრას. ყველას მიართვეს საჭმელები. დარიაჩანგმა უთხრა და-ძმას, საჭმელს ხელს ნუახლებთ, სანამ მე არ გეტყვითო და არც თვითონ ჭამდა რამეს. მეფე და ხალხი ეხვეწებოდნენ მიირთვით საჭმელი მოწყენილები რა დახართო. საჭმელი ჩვენ არ გვინდაო, ერთად პასუხობდა სამთავე. დარიაჩანგი ადგა და მეფეს მოახსენა. დიდო მეფეო, თუ შეიძლება შემწვარი ხოხობი და გამხმარი ვაზის ყლორტი მოატანინეთ ჩემთვის. მართლაც მოუტანეს რაც ითხოვა. დარიაჩანგი ადგა ფეხზე და მეფეს თხოვა რამდენიმე სიტყვის თქმის უფლება. მეფემ ნება დართო. დარიაჩანგმა დაიწყო. დიდო მეფეო, ერთ ღამით შენმა ცოლმა პირობა დადო, რომ მოქროსთმიან ქალვაშს შობდა. შენმა ცოლის დებმა კი ერთმა ხალიჩის მოქსოვის პირობა დადო, ერთმა კი გემრიელი საჭმელის გაკეთების. ცოლის დებმა ეს ვერც ერთი ვერ შეასრულეს. აი თქვენმა ცოლმა კი შეასრულა. თუ გახსოვთ, მისი ფეხმძიმობის დროს თქვენ შინ არც ერთხელ არ ყოფილხართ. პირველად ოქროსთმიანი გოგოშობა. აი ეს. ხელი დაადო თავის მულს. მეორედ კი აი ეს ვაჟი. ხელი დაადო თავის ქმარს. თქვენმა ცოლის დებმა უღალატეს თავის დას. ის ბალღები მოპარეს. მათ ბადლად ჩაუსვეს ერთხელ კატის კნუტი, მეორედ ფილთაქვა. და-ძმა კი რიგრიგობით წისქვილის ღარში ჩაყარეს. მოხუცმა მეწისქვილე მიპოვა ესენი და თხის რძით დაზარდა. თქვენ ამის გულისთვის უსამართლოდ დააკარით ტყავზე თქვენი უდანაშაულო ცოლი. მისი მოღალატედები კი მიღებული ყავთ მეფის კარზე. ახლა უკვე იცით, ესენი თქვენი შვილები არიან. თქვენ კი მათთვის მოწამლული საჭმელები მოატანინეთ, რომ დახხოცოთ და მე ცოლად შემირთოთ. ამ დროს მე თქვენი რძალი ვარ.
აიღო დარია ჩანგმა ხელში შემწვარი ხოხობი, გამხმარი ვაზის ყლორტი და ხმამაღლა თქვა. თუ რაც ახლა ვთქვი, ეს ყველაფერი მართალია, შენ შემწვარო ხოხობო, ფრთები გამოიბი და ამ ოთახში ფრენა დაიწყე. გაუშვა ხოხობს ხელი და დაიწყო ხოხობმა ფრენა. შენ კი გამხმარო ვაზის ყლორტო, თუ მე მართალი ვარ, წიფე ყურძენი დაისხი. და მართლაც დაისხა ყლორტმა უხვად. ამ ამბის გამგონე ხალხმა თავში იცა ხელი და ტირილი დაიწყო. თხალახელილ მეფეს კი გული გაეპარა და მოწყვეტით დავარდა ძირს. როცა მეფე გონს მოვიდა, ადგა, დაღკოცნა თავისი შვილები და რძალი. ბრძანა მისი ცოლი საჩქაროდ აეხსნათ ხარის ტყავიდან. გაესუფთავებინათ აბანოში, ახალი ტანის ამოსით შეემოსათ და შინ პატივით მოეყვანათ. მოსამსახურეებმა ეს ყველაფერი სწრაფად შეასრულეს. მოიყვანეს ხელმწიფის ცოლი, გააცნეს თავისი შვილები, რძალი, გადაეხვივნენ ყველანი ერთმანეთს და დაჰკოცნეს. დიდი ქორწილი გადაიხადეს ოქროსთმიანი ვაჟის და დარია ჩანგისა. შურიანი ცოლისდები და ბოროტი დედაბერი კი ცხენს კუდზე გამოაბეს და 900-ს იქით გადაკარგეს. მეფემ მოხუცი მეწისქვილე და მეწისქვილის ცოლი თავისთან მოიხმო სასახლეში და სიკვდილამდის სულ თვითონ ინახავდა. ამის შემდეგ იცხოვრეს დიდხანს და ტკბილად და მართლაც დედამიწის ზურგზე არც ერთი მეფე არ შეედრებოდა მას. ჭირი ქალხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. კარგი სიტყვა, კარგი მთქმელი, კარგი ღვინო, კარგი მსმელი. ელასა, მელასა, ჭიქამეკი და ყელასა, თქმელსაც და გამგონებელსაც ღმერთი გწყალოდეს ყველასა.